საღამომშვიდობისა პირდაპირ ეთერშია გადაცემა ჯანმრთელობის საათი მე ნანა რობაკიძე ვარ. დღევანდელი ჩვენი თემა შეეხება თანამედროვე რენტგენოლოგიის მნიშვნელოვან ასპექტებს და ასევე თანამედროვე ტექნოლოგიურ სიახლეები რამდენად აუმჯობესებს პაციენტის უსაფრთხოებას კვლევის პროცესში ამ და სხვა საკითხებთან დაკავშირებით კითხვებზე პასუხებს გაგვცემენ ქეთევან სირბილაძე, ექიმი, რადიოლოგი, აკადემიური დოქტორი და ლია გიორგაძე, ექიმი, რადიოლოგი. ძალიან დიდი მადლობა მობრძანებისთვის, ქაბტონო ლია, ქაბტონო ქეთევან. ჩვენ ვიყავით თქვენთან და ვნახეთ რა დაძაბული გრაფიკი გქონდეთ, მაგრამ მაინც მოახერხეთ და მოხვედით დღეს ჩვენთან. ძალიან დიდი მადლობა ამისთვის. ეხლა პირველი კითხვა თქვენთან მექნება ქაბტონ ლია, რას მოიცავს დღეს თანამედროვე რენტგენოლოგია და როგორ შეიცვალა იგი ბოლო პერიოდში. მოგესალმებით. თანამედროვე ტექნოლოგიური პროგრესის მზარდი განვითარების პირობებში რენტგენოლოგიური გამოკვლევები საშუალებას გვაძლევს ბევრი დაავადების დიაგნოსტირებისთვის. ამ მხრივ განსაკუთრებით გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება რენტგენის აპარატის ხარისხს. იგი გვაძლევს საშუალებას დავსვათ დიაგნოზი, მოვახდინოთ მისი ინტერპრეტირება და განსაკუთრებით ბოლოთაობის რენტგენოგრაფიით გვეხმარება ხელოვნური ინტელექტზე დაფუძნებულ ანალიზში. ძველი რენტგენოლოგიური კვლევის დროს მიიღებოდა რენტგენის ფირი, რომელიც ორგანზომილებიან გამოსახულებას გვაძლევდა. პროცესი ცოტა დროში იყო გახანგრძლივებული. დღევანდელი ციფრული რადიოგრაფი გვაძლევს საშუალებას მივიღოთ სამგანზომილებიანი გამოსახულება, რომელიც საკმაოდ წვრილი დეტალიზაციის საშუალებას გვაძლევს, ასევე განსაზღვრო დოზა, რომელიც დასხივებას ამცირებს, გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება ამას ნებისმიერი ორგანიზმისთვის, განსაკუთრებით ბავშვთა მოზარდი ასაკისათვის და მოქმედებთ ეგრეთ წოდებული ალარა პრინციპით, რაც ნიშნავს შეძლების დაგვარად დაბალი დოზის დასხივებას. ამრიგად, რენტგენოლოგიას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება დაავადების აღმოჩენაში, მის დიაგნოსტირებაში და მასია დაფუძნებული შემდგომი მკურნალობა. დიდი მადლობა, ქაბტონ ქეთი, თქვენთან მექნება შეკითხვა, რას ნიშნავს ახალი თაობის კომპიუტერული ტომოგრაფია და რა უპირატესობები გააჩნია მას? მოგესალმებით, მივესალმები მაყურებელს, დიდი მადლობა მოწვევისათვის სტუდიაში. ესე იგი, რაც შეეხება ახალი თაობის კომპიუტერულ ტომოგრაფიას, დროსთან ერთად, რა თქმა უნდა, კომპიუტერული ტომოგრაფიაც გადის მუდმივად განვითარების ფაზებს და შესაბამისად ეს ყველაფერი მიმართულია, რათა გამოსახულების ხარისხი იყოს მაქსიმალურად მომატებული, პაციენტზე ზიანი იყოს შემცირებული, რაც თანამედროვე კომპიუტერულ ტომოგრაფიაში მოიცავს შემცირებულ, პაციენტზე ორიენტირებულ დოზას და შესაბამისად ზიანი და სარგებელი უნდა იყოს შეფასებული. ყოველი ახალი თაობის კომპიუტერული ტომოგრაფია სწორად მიმართულია იმისაკენ, რომ დოზის შემცირებასთან ერთად გამოსახულების ხარისხი არათუ პირიქით გაიზარდოს. თანამედროვე კომპიუტერულ ტომოგრაფიებში რა თქმა უნდა ინტეგრირებულია ხელოვნური ინტელექტი, რაც უფრო მეტად ხელს გვიწყობს მაღალი ხარისხის გამოსახულების მისაღებად და შესაბამისად დასმულ შეკითხვას, რომელსაც მკურნალი ექიმი ჩვენს მიმართ აგზავნის, ეს იყოს უკვე სრულფასოვნად მიწოდებული, სრულფასოვნად პასუხი გაცემული და ამავე დროს პაციენტზე იონიზირებული გამოსხივების დოზა იყოს მინიმუმამდე დაყრდნილი. აი როგორ განსხვავდება თანამედროვე კატე ძველი ტექნოლოგიებისგან, ამას ალბათ არსებითი მნიშვნელობა გააჩნია, თუნდაც იქედან გამომდინარე, რაც ჩვენ ვიხილეთ თქვენთან და ამის საშუალებას ახლა ტელემაყურებლებსაც მივცემთ, თუ არის შესაძლებელი ოპერატორმა რომ გვანახოს კადრები, იმ აპარატურის, რაც თქვენთან არის დღეს, უკვე ფუნქციონირებს, შეუძლია პაციენტს მოვიდეს და მიიღოს სრული გამოკვლევა და მიიღოს ის თანამედროვე გამოკვლევა, რაც ყველანაირად პასუხობს თანამედროვე სტანდარტებს. მე ვთხოვ ოპერატორს, რომ კადრები გვანახოს. შემცირებულია მინიმუმამდე გამოკვლევის დრო, მაგალითად კომპიუტერული ტომოგრაფიის შემთხვევაში გამოკვლევის დრო, პაციენტის ელექტრონული ისტორიის თანხლები ატვირთვა, კონტრასტული კვლევის დროს პაციენტის მომზადება, შემდეგ პაციენტის
უკვე გაშვება დაახლოებით მოიცავს 5 წუთს, რაც თავის თავში აგრეთვე მოიცავს მრავალფაზიან კომპიუტერულ ტომოგრაფიას, როგორც ნატიურ, არტერიულ, ასევე ვენურ ფაზებს, პაციენტის მომზადებას და რაც აგრეთვე ძალიან მნიშვნელოვანია და დღესდღეობით ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა, ეს არის პაციენტისათვის ზუსტად ინფორმაციის მიწოდება იმის შესახებ, თუ რა დასხივების დოზა მიიღო მან კონკრეტული გამოკვლევის შედეგად. პაციენტები აუცილებლად წინასწარ არიან ხოლმე ჩაწერილი ჩვენთან, შესაბამისად განსაზღვრულ დროს ისინი მოდიან, წინასწარ ხდება გასაუბრება, ექიმთან გასაუბრება, წინასწარ ხდება სპეციალური ანკეტის შევსება, სადაც მითითებული არის პაციენტის ჩივილები, მითითებული არის გადატანილი აქვს თუ არა რაიმე ოპერაცია, აქვს თუ არა რაიმე ხელოვნური იმპლანტი და ასე შემდეგ, რაც მეტ ინფორმაციას გვაძლევს ჩვენ უკვე ექიმებს, რომ კვლევის მიმდინარეობის დროს საჭიროა თუ არა სტანდარტული გამოკვლევის ჩატარება, თუ ექიმის ზედამხედველობის ქვეშ არის საჭირო და შესაძლებელი რაიმე დამატებითი ფაზის დამატება. ეს ყველაფერი იმდენად ხანმოკლეა დროში, რომ პაციენტისათვის ეს დიდ დისკომფორტს არ წარმოადგენს, სრულად ინფორმირებული არის მოსალოდნელი დასხივების შესახებ პაციენტი და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რაც არის ჩვენს კლინიკაში მოქმედებს კრიტიკული და გადაუდებელი შემთხვევების აღრიცხვა, ეს მოიცავს იმას, როდესაც კვლევის დროს აღმოჩნდება რამე პაციენტის სიცოცხლისათვის საშიში მდგომარეობა, დაუყოვნებლივ გამომგზავნ ექიმს ამის შესახებ ჩვენ ვაწოდებთ ინფორმაციას, ან მეორე შემთხვევა, როდესაც მოულოდნელი შედეგი არის, რასაც პაციენტი შეიძლება ვერ აღიქვამდეს სრულად და ამ შემთხვევაშიც აუცილებლად უკავშირდებით გამომგზავნ ექიმს. კრიტიკული შემთხვევის დროს ჩვენი კლინიკა ემსახურება როგორც ამბულატორიას, ასევე სტაციონარულ მხარეს და თუ ვერ მოხერხდება გამომგზავნ ექიმთან დაკავშირება, ჩვენი კლინიკა უკვე თავის თავზე იღებს პაციენტისათვის სერვისის შეთავაზებას. რა თქმა უნდა, პაციენტის უფლებების გათვალისწინებით. ანუ მას შეუძლია მიიღოს შესაბამისი დახმარება, სადაც უნდა, რომელ ჰოსპიტალშიც, მაგრამ ჩვენ ამის შესახებ აუცილებლად ვაწვდით მას ინფორმაციას. ყველაფერი ამაში გვეხმარება ის, რომ გამოკვლევის პროცესი არის ძალიან სწრაფი, ადგილზე მუშაობს გუნდი, რომელსაც სრულად შეუძლია შეფასება სიტუაციის და შესაბამისად საჭიროების შემთხვევაში პაციენტის მენეჯმენტში გარკვეული როლის თამაში. ძალიან დიდი მადლობა. კაპიტონია, თქვენთან მაქვს ახალ შეკითხვა. დიაგნოსტიკის თვალსაზრისით თანამედროვე მედიცინაში რა როლი აქვს რენტგენოლოგიას? თანამედროვე მედიცინაში რენტგენოლოგია არის გამოკვლევის საფუძველი. მინდა გითხრათ, რომ ხატოვანი გამოთქმით რომ ვთქვათ, ეს არის ერთგვარად ექიმის თვალები, რომელიც სხეულის შიგნით გვაძლევს ნებისმიერი სტრუქტურის გამოვლენის საშუალებას და სტრუქტურის გამოვლენის საშუალება ეს არის გამოვავლინოთ პათოლოგიური პროცესის დაავადების ლოკალიზაცია, მისი გავრცელების საშიშროება და მოვახდინოთ დინამიკაში დაკვირვება. ამას მოგეხსენება ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება. ნებისმიერი დაავადება იქნება ეს ასუთგიგზის დაავადებები, კუჭნაწლავის დაავადებები და ასე შემდეგ, რომელიც მონიტორირებასაც ვახდენთ და განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო ამ ბოლო დროს რენტგენოლოგიის ერთ-ერთი ნაწილი მამოგრაფია ჯერ კიდევ გვაძლევს საშუალებას კლინიკური ნიშნების გამოვლენამდე დავადგინოთ დიაგნოზი, რომელსაც უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება და სასიცოცხლო მნიშვნელოვანი ფაქტორს წარმოადგენს. ამრიგად განმეორდები, რომ რენტგენოლოგია არის დიაგნოსტიკის საფუძველი, რომელიც ნაადრევ ეტაპზე სწრაფად, დროულად გამოავლინოთ ნებისმიერი პათოლოგიური პროცესი მულტიფუნქციურად. აი, რატომ არის მნიშვნელოვანი ადრეული გამოკვლევა? რატომ არის ადრეული დიაგნოზი მნიშვნელოვანი? რა უპირატესობას გვაძლევს ეს ყველაფერი?
ადრეულ დიაგნოსტიკას ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება. ეს ნიშნავს, რაც უფრო ნაადრევ სტადიაში იქნება გამოვლენილი ნებისმიერი დიაგნოზი, მით უფრო სწარდება სწორი მკურნალობა, უპირველეს ყოვლისა, სწორი, ესე ვთქვათ, მედიკამენტის ამორჩევა, რაც გულისხმობს ნაადრევად გამოვლენილი დიაგნოზის ფონზე ადვილად ემორჩილება მკურნალობა, შესაბამისად, გახანძლივებული პროცესია არ არის ეს, არ ხდება ხანგრძლივი ჰოსპიტალიზაცია პაციენტისა, გარდა ამისა, ეს რთული ჩარევების შესაძლებლობა საკმაოდ ამცირებს და რა თქმა უნდა, დღესდღეობით მნიშვნელოვანია ფინანსური რესურსების შემცირებას აკეთებს. ამიტომ ადრეული სწორი, ზუსტი, ხელმისაწვდომი დიაგნოზი ძალიან დიდი ფუფუნებაა, რომელსაც შეძლების დაგვარება მაქსიმალურად ხერხდება ჩვენი კლინიკის პირობებში. და ჩვენ ახლა ვნახეთ კადრები პარალელურად, როდესაც ვსაუბრობდით, ეს ყველაფერი ხდება თქვენს კლინიკაში და კიდევ ერთხელ მინდა განმეორდე, რომ თანამედროვე აპარატურის მეშვეობით, რა თქმა უნდა, იმ გუნდის საშუალებით, რომელთა ნაწილი დღეს ჩვენთან სტუდიაში არის წარმოდგენილი, დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრზეა, რა თქმა უნდა, საუბარი და იმ ახალი აპარატურის მეშვეობით, რაც თქვენთან უკვე დანერგილია და მოქმედებს ისევ პაციენტის სასიკეთოდ. აი, რა სიზუსტით შეიძლება დაავადებების აღმოჩენა კომპიუტერული ტომოგრაფიის მეშვეობით, ქალბატონ კეთი? კომპიუტერული ტომოგრაფია მოგეხსენებათ, რომ წარმოადგენს მაღალგანვითარებად ტექნოლოგიას, შესაბამისად ულტრაბგერის ან რენტგენოლოგიური გამოკვლევის დროს, როდესაც ჯერ კიდევ რჩება რაღაც შეკითხვა, რომელსაც პასუხი სრულად ვერ ეცემა, ამ დროს ყოველთვის ინიშნება მაღალტექნოლოგიური კვლევა. ჩვენი აპარატი, რომელიც ჩვენს კლინიკაში დგას, საკმაოდ თანამედროვეა, როგორც აღნიშნე, აქვს ინტეგრირებული ხელოვნური ინტელექტი, რაც გამოსახულების გარჩევადობას საკმაოდ მაღალს ხდის. მინდა აღვნიშნო ისიც, რომ ჩვენი ჰოსპიტალი ყოველთვის ერთ-ერთი მოწინავე არის თანამედროვე აპარატურასთან მიმართებაში, მიუხედავად იმისა, რომ ეს დიდ ფინანსურ რესურსს მოიცავს. ეს კიდე თავის მხრივ სამკომპონენტიანია, ესე ვთქვათ. პირველი ის, რომ გქონდეს მაღალტექნოლოგიური აპარატი, თანამედროვე აპარატი. შემდეგი ეს არის, რომ რამდენად სწორად ჩაატარებ შენ იმ გამოკვლევას, რამდენად სწორად გამოიყენებ იმ ახალ ფუნქციას, რომელიც მასში დაინსტალირდება, ანუ ექიმის პროფესიონალიზმი. ეს ტექნიკოსის მხარეა და მესამე უკვე რამდენად სწორ ინტერპრეტაციას გააკეთებ ყველაფერი ამისათვის. აქ მინდა ხაზგასმით აღვნიშნო ის, რომ ჩვენი ჰოსპიტალი ზრუნავს არა მარტო ტექნოლოგიურ მხარეზე, ანუ არ და მარტო იმაზე, რომ კლინიკა უზრუნველყოფილი იყოს თანამედროვე აპარატურით, აგრეთვე ზრუნავს საკუთარი თანამშრომლების გადამზადებაზე, ისევე როგორც საშუალო მედპერსონალის, ამაში ვგულისხმობ ტექნიკოსებს, რომლებიც პრაქტიკულად ასრულებენ ამ კვლევებს და რა თქმა უნდა, ექიმებს. ნებისმიერი ახალი აპარატი, ნებისმიერი ახალი დაინსტალირებული პროგრამა ყოველთვის ჩვენს ჰოსპიტალში ასოცირდება მედპერსონალის ტრენინგთან. ანუ ეს არ არის მხოლოდ ახალი აპარატი, ეს არის სრულად გადამზადებული, სრულად მომზადებული პერსონალი, რომელიც სწორად აკეთებს როგორც კვლევას, ასევე სწორად აკეთებს მის გაშიფრვას, მის ინტერპრეტაციას. შესაბამისად, სიზუსტეც დასმული დიაგნოზის უკვე არის ძალიან მაღალი და შესაბამისად შეკითხვაზე გაცემული პასუხი არის კომპეტენტური, რომლისთვისაც მკურნალმა ექიმმა პაციენტი ჩვენთან გადმოაგზავნა და ჩვენ გვენდო. რამდენად სწრაფია პროცედურა და რა მნიშვნელობა აქვს ყოველივე ამას გადაუდებელ შემთხვევაში? კი ბატონო, როგორც გითხარით, ჩვენი ჰოსპიტალი ემსახურება როგორც ამბულატორიულ სფეროს, ასევე გადაუდებელ მედიცინას. ჩვენთან არის მისაღები, არის ობსერვაციული განყოფილება. ყოველთვის პაციენტის მწვავე პათოლოგიის შემთხვევაში, მწვავე მდგომარეობის შემთხვევაში დრო არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, ერთ-ერთი გამსაზღვრელი ფაქტორი. სამედიცინო სფეროში ზოგადად ალბათ. როგორც ქალბატონმა ლიამ აღნიშნა, ჩვენც ამ მულტიდისციპლინური გუნდის ერთ-ერთი ნაწილი ვართ.
არც თუ ისე უმნიშვნელო ესე ვთქვათ. რას ამბობთ? პირიქით. ფაქტიურად ჩვენ ხედავთ იმას, რაც გარედან არ ჩანს. კლინიკა მუშაობს კატეს კაბინეტს გულისხმობ 24 საათის განმავლობაში, სრულად შაბათ-კვირის და უქმე დღეების ჩათვლით. მუშაობს გუნდი, არა მხოლოდ ერთი და აქვე მინდა აღვნიშნო ისიც, რომ კლინიკაში არის არა ერთი, არამედ რამოდენიმე კომპიუტერული ტომოგრაფი, რაც გამორიცხავს იმას, რომ თქვათ ერთის ტექნიკური გაუმართავობის ან დაზიანების შემთხვევაში პაციენტის დიაგნოსტირება შეფერხდება, შეყომდება, რამაც შენზე შესაძლებელია საბოლოო შედეგზე იმოქმედოს. ასე რომ, როგორც კი პაციენტი ჩვენთან შემოვა კლინიკაში, მისაღების ექიმი, რომელიმე დარგის ვიწრო სპეციალისტი საჭიროდ ჩათვლის, რომ კომპიუტერული ტომოგრაფია გაკეთდეს, ეს მაქსიმალურად მინიმალურ დროში არის უზრუნველყოფილი. ასევე მინდა აღვნიშნო ისიც, რომ ჩვენს კლინიკაში არის დანერგილი ეგრეთ წოდებული PACS სისტემა, რაც მოიცავს გადაღებული ელექტრონული კვლევების სრულ ელექტრონიზაციას, ანუ ამაში მოიცავს როგორც რენტგენოლოგიურ, ასე კომპიუტერულ, ასევე მაგნიტურ რეზონანსულ კვლევებს, რაც ექიმს საშუალებას აძლევს, თქვათ, გადახედოს თუ პაციენტს ჩატარებული აქვს მანამდე რენტგენოლოგიური კვლევა და საჭიროა კვლევის გაღრმავება, თუ რომელიმე სხვა კლინიკაში, რომელიც ჩვენ ქსელში არის, გაკეთებული აქვს რაიმე გამოკვლევა და შემდეგ არის გადმოყვანილი ეს პაციენტი ჩვენთან, მის გადახედვის საშუალებასაც გვაძლევს. და აუცილებლად ჩვენ გვაქვს კომუნიკაცია მისაღების ექიმთან, კომუნიკაცია გვაქვს ვიწრო სპეციალისტთან, რომელმაც ეს კვლევა დანიშნა. სანამ პასუხი დაიწერება და ეს პასუხიც იწერება საკმაოდ სწრაფად და ელექტრონულად ისტორიას ემაგრება, უკვე მისაღების ექიმი, სპეციალისტი ინფორმირებული არის არსებული პათოლოგიის შესახებ, განსაკუთრებით თუ რამე მწვავე გადაუდებელი შემთხვევა არის. და თქვენ მოგეხსენებათ, რომ ჩვენს კლინიკაში ფუნქციონირებს ინსულტის ცენტრი. დიახ, ამაზე იყო საუბარი წინა გადაცემაში. ინსულტის მქონე ეჭვის მქონე პაციენტებისათვის თითეული წუთი, თითეული წამი არის გადამწყვეტი. შესაბამისად, რადიოლოგიური სამსახური ვალდებულია, რომ ექიმს მიაწოდოს დროულად ინფორმაცია. ჩვენ იქ აღარ ველოდებით უკვე დიაგნოზის ფორმირებას, იქვე გადაღების პროცესში კომპიუტერული ტომოგრაფიის მორიგე ექიმი თან თვალყურს ადევნებს გადაღების პროცესს და გადაღების დასრულებისთანავე, რომელიც როგორც აღვნიშნე, საკმაოდ ხანმოკლეა, კომუნიკაციაში არის უკვე ნევროლოგთან, მისაღების ექიმთან და პაციენტის მკურნალობა, პაციენტის მენეჯმენტი არ ყომდება. რაც ერთ-ერთი, ესე ვთქვათ, ოქროს სტანდარტი არის ინსულტის მქონე პაციენტების მართვაში. გასაგებია. აი, ერთი ფრაზა ჩამინიშნე, ჩვენ ვხედავთ იმას, რაც გარედან არ ჩანს და აი, იმ წამსაკუზე მომხვდა, იმიტომ რომ როგორი სიმშვიდე გჭირდებათ და როგორი სიღრმისეული ცოდნა, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში თქვენ კაპიტან ქეთი და თქვენ კაპიტან ლია არ შეიმჩნიოთ ის რაც ხდება, მაგრამ ძალიან სწრაფად როულად მიაწოდოთ საჭირო მედიცინა ზოგადად სტრესია, ძალიან სტრესულია, ძალიან სტრესულია, ემერჯენსი სიტუაცია რა თქმა უნდა სტრესულია. არ არის ადვილი, როდესაც რამოდენიმე პოლიტრაუმა ერთდროულად შემოდის, ყველა პაციენტი სამართია, ვერ დავადანაშაულებთ მისაღების ექიმს, რომელიც ჩქარობს პასუხის გაგებას, რადგან სწორად და დროულად იმართოს პაციენტი და სწორედ ის, რომ რადიოლოგი იქ არის, ადგილზე არის, გადაღებისთანავე მას ნახულობს, თუ პაციენტს რამოდენიმე წუთის ჩარევა რაღაცას უსაზღვრავს, ეგ მაშინვე გადაღებისთანავე ინახება და შესაბამისად ექიმს მიეწოდება ამის შესახებ ინფორმაცია. არის პოლიტრაუმა, როდესაც ვთქვათ, რამე მწვავე გადაუდებელი ჩარევის გარეშე სამართი არის პაციენტი. შესაბამისად, ჩვენ რადგან შიგნით ვიხედებით, ანუ ვხედავთ იმას, რაც გარედან არ ჩანს, ჩვენს მიერ მიწოდებული ინფორმაცია მნიშვნელოვანი და ზოგჯერ კრიტიკულიც კი არის პაციენტის სწორად სამართავად და იმისათვის, რომ დრო არ დაიკარგოს. დიდი მადლობა, კაპიტან ლია. რა არის რენტგენოლოგია და რა კვლევებს აერთიანებს ის?
რენტგენოლოგია ეს არის მედიცინის დარგი, რომელიც რენტგენის სხივების საშუალებით შეისწავლის ადამიანის ორგანოების, სისტემების აგებულებას, ფუნქციონირებას და ყველაფერი ეს ხდება ცოცხალ ორგანიზმში. შეიძლება ეგრეთ წოდებულად გავყოთ და რენტგენოლოგიამდე პერიოდი და რენტგენის შემდგომი პერიოდი. ეს არის ახალი ეტაპი, ახალი ერა მედიცინაში, რომელმაც უდიდესი როლი შეასრულა. ალბათ ბევრი თქვენთაგანისათვის მაყურებელს მიმართავ, ცნობილი არის, რომ ის გერმანელი ფიზიკოსის ვილჰელმ რენტგენის სახელთან არის დაკავშირებული და პირველი რენტგენი სკოლაში გამახსენდა. კი. პირველი რენტგენოგრამა მეუღლე გაწიხა, ესე ვთქვათ, მისი მტევნის გამოსახულება, რომელიც შემდგომ იქცა რენტგენოლოგიის ლოგოდ. რენტგენოლოგიური კვლევების მეთოდი საკმაოდ მრავალფეროვანია. აღნიშნავდი გამოვყოფთი ფლოროსკოპიას, ეგრეთ წოდებული რენტგენოსკოპია, იგივე გაშუქება, მაგრამ უფრო ობიექტურ ფაქტორს წარმოადგენს რენტგენოგრაფია. თანამედროვე პირობებში ბუნებრივი განათებულობის შემთხვევაში ზოგჯერ საჭიროა სისტემების შესწავლა და ყოველგვარი კონტრასტირების გარეშე. მას მიმოხილვითი რენტგენოგრაფია ეწოდება. ეს არის გულმკერდის, მუცლის, სხვადასხვა სისტემების მიმოხილვითი რენტგენოგრაფია, მაგრამ მხოლოდ ბუნებრივი კონტრასტირება არ არის საკმარისი და ამიტომ გამოვიყენებთ, რა თქმა უნდა, ქალბატონ ქეთევანი გეტყვით, რომ კატეკულევასთან ერთად რენტგენოლოგიურ კვლევაშიც კონტრასტებს თქვენთან ხდება ორი სახის კონტრასტის გამოყენება, ეს არის წყალში უხსნადი, ყველა საკმაოდ ცნობილი ბარიუმის სულფატი და წყალში უხსნადი კონტრასტები. საკმაოდ ინფორმატიულია კოჭინაწლავის კვლევების დროს, შარცასქესო სისტემის გამოკვლევების, მეტროსალპინგოგრაფია და ასე შემდეგ. ანუ არ არსებობს დღეს მედიცინის დარგი, რომელთანაც ჩვენ კორელაციაში არ ვართ, საკმაოდ ბევრი გამოკვლევების გაკეთება ხდება, რა თქმა უნდა, მიზანმიმართულად, ოტოლარინგოლოგიაში, ადენოიდების ჰიპერტროფიის, ეგრეთ წოდებული დაჩრდილვის დროს და აბსოლუტურად ყველა მედიცინის სფეროს მოიცავს და შესაძლებელია სწორედ ეს მოხდეს რენტგენოგრაფიის საშუალებით. საკმაოდ დიდი ინფორმაცია, რა თქმა უნდა, ამ მხრივ განსაკუთრებით მიზანმიმართულობას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. კაპიტანია, თანამედროვე რენტგენოგრაფია არ შემეშალოს და გამოსახულებითი დიაგნოსტიკა. აი, მათ შორის სხვაობა რა არის, განსხვავება რა არის? რენტგენოგრაფია და დიაგნოსტიკა მოიცავს ერთმანეთს და სწორედ მიმართული არის იმისათვის, რომ მოვახდინოთ დასკვნის სახით სათანადო დიაგნოზის ფორმირება, რომელიც ეხმარება მკურნალობის ზუსტად დადგენაში, იმისათვის, რომ მოხდეს ამა თუ იმ დაავადების გამოვლენა, შესაბამისი მკურნალობა და მდგომარეობის გაუმჯობესება. ხშირად ჩვენ ყოველთვის გვებადება ძალიან ბევრი კითხვები, განსაკუთრებით ექიმებთან დაკავშირებით, მეც მაქვს სხვათა შორის ბევრი კითხვა. და კითხვის ნიშნები, რაც მთავარია. კითხვა ერთია, კითხვის ნიშანი სხვა არის. და აი, ამიტომ მე მგონი ჩვენი ტელემაყურებლებისთვისაც საინტერესო იქნება, რამდენად უსაფრთხოა რენტგენოლოგიური კვლევები. არის თუ არა ეს საზიანო ორგანიზმისთვის, გვნეებს რაიმეს? ეს საკმაოდ ხშირი კითხვაა, განსაკუთრებით მე ბავშვთა პოპულაციასთან მაქვს რენტგენოგრაფიის გატარების საშუალება და მინდა გითხრათ, რომ რა თქმა უნდა, ეს არ არის, ესე ვთქვათ, უსაფრთხო მეთოდი, განსაკუთრებით ბავშვის მზარდი ორგანიზმისათვის, რომელიც მაიონიზირებელი სხივების გამოქმედების დროს ორგანიზმზე გავლენას ახდენს, მაგრამ აქ ისმის ერთი ძალიან დიდი პრინციპი, რომ სარგებელი უნდა აღებადებოდეს რისკს, აი, განწონასწორება უნდა მოხდეს, რადგან ზოგიერთ შემთხვევაში სიცოცხლის გადარჩენის ფაქტორი და იმის კითხვა მე რა შემთხვევაში მაგალითად ბევრი შემთხვევა ახლა სხვათა შორის ახლობელი გვიწევს ჩვენ პნევმონიის დიაგნოზით, განმეორებითი პნევმონიის დიაგნოზით და დედა კომუნიკაციაში მეუბნებოდა, რომ აი, ერთი კვირის წინ გავაკეთეთ რენტგენი და რამდენად, ესე იგი, ნამდვილად
ნამდვილად ეს მეორადი ტალღის ფონზე იქნა დადგენილი ეს მეორე მხარეს იყო მარცხენა მხრივი პნევმონია და ამ შემთხვევაში ერთი კვირის მარჯვენა განსაკუთრებით გზნობი არა იმუნიტეტი დაქვეითებული ბავშვების დროს. ამიტომ სარგებელი მეტია და ბევრ შემთხვევაში ის არის სიცოცხლის გადამრჩენი. რა თქმა უნდა, ეს უსაფრთხოება დამოკიდებულია ბევრ ფაქტორებზე. უპირველეს ყოვლისა, დასაწყისში აღვნიშნე, რა თქმა უნდა, რენტგენის აპარატის ხარისხზე, დასხივების დოზაზე, ასევე რომელთა ჩვენმა ტექნიკურმა პერსონალმა ეს ზეპირად იცის, რომელიც ბავშვის ასაკის, სისქის, ზომის მიხედვით ინდივიდუალურად ხდება, გამოიყენება ინდივიდუალური დაცვის საშუალებები და აღვნიშნავ, რომ ჩვენ ციფრულ რენტგენოგრამებზე ხდება ალარა პრინციპი, მაქსიმალურად დაბალი დოზით, მინიმალური დოზით მაქსიმალური შედეგის მიღება და სათანადოდ ეს უდიდეს როლს ასრულებს მკურნალობაში, რო არ გართულდეს, რომ არ დადგეს ჯანმრთელობისთვის საშიში მდგომარეობა. ამრიგად, ესე იგი არჩევანი არ არის, ჭირდება, სარგებელი მეტია, აღემატება რისკს და ეს უნდა ჩატარდეს. რა თქმა უნდა, სასურველი არ არის, თუმცა ერთ შემთხვევაში ვიტყვი, რომ პროფილაქტიკური რენტგენოლოგიური კვლევები ტარდება მენჯბარდაყის დისპლაზიების გამოვლენაში, განსაკუთრებით პრიანია დროულ ახალშობილებში 6 თვის ასაკიდან, რა თქმა უნდა, სათანადო დაცვის პირობებში. დღესდღეობით მინდა განვაცხადო, რომ საკმაოდ შემცირდა დისპლაზიების ამოვარნილობის შემთხვევები, თუმცა არის ერთეული საკმაოდ შორსწასული შემთხვევები და რაც უბრუნდები ისევ და ისევ, რაც უფრო ნაადრევ ეტაპზე იქნება აღმოჩენილი, მით უფრო კარგი შედეგი მალევე დგება. გასაგებია. აი ხა კიდევ უფრო მეტად არის გასაგები, რატომ არის მნიშვნელოვანი აპარატურა თანამედროვე, ახალი და უსაფრთხო. კაპიტან ქეთევან, იგივე კითხვა არის ფაქტობრივად თქვენთან, აი კომპიუტერული ტომოგრაფიის შემთხვევაში არსებობს თუ არა რისკები და როგორ შეიძლება მათი მინიმუმამდე დაყვანა? მოგახსენებთ, კომპიუტერული ტომოგრაფია ფაქტიურად წარმოადგენს რენტგენოლოგიური კვლევის გაუმჯობესებას, მაღალ ტექნოლოგიურ კვლევას, რომელიც კვლავ რენტგენის სხივებზე, კვლავ იონიზირებულ გამოსახულებაზე არის დაფუძნებული. რუტინულად კომპიუტერული ტომოგრაფიის ჩატარება, რა თქმა უნდა, არ ხდება. როდესაც ას როგორც წინა შეკითხვის დროს აღვნიშნე, ულტრაბგერითი კვლევის დროს, რენტგენოლოგიური კვლევის დროს ჯერ კიდევ რჩება რაღაც საკითხები, რომელიც ბოლომდე არ არის გარკვეული, ჯერ კიდევ რჩება ესე ვთქვათ, კითხვის ნიშანი, ამ შემთხვევაში კვლევას ვაღრმავებთ. მაგრამ, როგორც აღვნიშნე, ახალი კომპიუტერული ტომოგრაფი მაქსიმალურად არის მოდერნიზებული იმისათვის, რომ პაციენტისათვის დასხივების დოზა იყოს დაბალი. ჩვენ საერთოდ ზოგადად ფონური დასხივების გარემოში თითოეული ჩვენგანი ვიმყოფებით. კი ბატონო. კომპიუტერული ტომოგრაფიის ჯერადობრივად გაკეთება როგორც წესი არ ხდება. ესე ვთქვათ, ძირითადად ეს არის ონკოლოგიური პაციენტები, რომლებთაც მკურნალობის შემდეგ ჭირდებათ გამოკვლევის ჩატარება და ის პაციენტები, რომლებიც სტაციონარულ მკურნალობას გადიან და კლინიკური მონაცემებიდან გამომდინარე საჭირო არის კონტროლის გაკეთება, ანუ მკურნალობის შედეგების ნახვა, ესე ვთქვათ, რადგან ჩვენ ვიზუალიზაციის მეთოდი ვართ, შესაბამისად, დასხივების დოზა სრულად მორგებული არის პაციენტზე, როგორც ქალბატონმა ლიამ აღნიშნა, ეს ახალი თაობის კომპიუტერული ტომოგრაფი იღებს ორ ტოპოგრამას, რის მეშვეობითაც სრულად ხდება პაციენტის ჩასმა, სხეულის ჩასმა იმ ჩარჩოში, რაც მის სუბიექტურ მონაცემებს, ფიზიკურ მონაცემებს შეესაბამება და სწორედ ეს ხელოვნური ინტელექტი გამოთვლის იმ დოზას, აპარატს აქვს ამის, რა თქმა უნდა, შესაძლებლობა, რათა დოზა იყოს არასტანდარტულად მორგებული კონკრეტულ პაციენტზე, არამედ მისი ინდივიდუალური მახასიათებლებიდან გამომდინარე. ჩვენ გვაქვს სპეციალური საფარი, აგრეთვე, რომელიც არის ტყვის შემცველი, ეს გამოიყენება იმ შემთხვევაში, როდესაც მაგალითად გულმკერდის გადაღება ხდება და პაციენტის დანარჩენი ნაწილი განსაკუთრებით ეს რეპროდუქტიული სისტემას დაფარვა ხდება ამ მხრივ, არის აგრეთვე საყელო
ფარისებური ჯირკვალი საკმაოდ მაღალ რეაქტიული არის გამოსხივების მიმართ და შესაბამის ამ საფარ საშუალებებს გამოვიყენებთ კიდევაც, როდესაც ვთქვათ, გამოკვლევის პროცესში აუცილებელია, რომ პაციენტთან იყვეს რომელიმე მედპერსონალი ან იყვეს ოჯახის წევრი, ეს განსაკუთრებით პედიატრიულ ასაკში. და ამ საფარს, რა თქმა უნდა, გამოვიყენებთ, როგორც ფართუქს, ტყვის შემცველი ფართუქია, ესევე არის სპეციალური საყელო, ესე ვთქვათ, რომელიც იცავს ფარისებურ ჯირკვალს, რადგან იონიზირებელი გამოსხივება მოქმედებს როგორც პაციენტზე, აგრეთვე იქ მყოფ ადამიანზე, მედპერსონალი იქნება ეს თუ ოჯახის წევრი იქნება. მაქსიმალურად ყველა ახალი ტექნოლოგია, რასაც ვეცნობით ჩვენ და ჩვენთან გამოიცვალა, ესე ვთქვათ, არაერთი კომპიუტერული ტომოგრაფი, ყველა შემდეგ მოდულაციაში ჩადებული იყო ის, რომ პაციენტის დოზა არის, დასხივების დოზა არის შემცირებული, მაგრამ აქვე მინდა აღვნიშნო ის, რომ დასხივების დოზის შემცირება არანაირად არ აფუჭებს ხარისხს გამოსახულებისას. და ეს ძალიან მნიშვნელოვანი არის ამ საკითხთან მიმართებაში. და აქვე მინდა აღვნიშნო ისიც, რომ არის პოპულაცია პაციენტების, რომლისთვისაც არ შეიძლება კომპიუტერული ტომოგრაფიის გაკეთება, ესენი არიან ორსულები. აჰა, გასაგებია. და შემთხვევა, როდესაც ერთადერთი გამონაკლისი შემთხვევა, როდესაც თვითონ ორსულის სიცოცხლეს ექმნება კრიტიკული საფრთხე, რა თქმა უნდა, მასთან გასაუბრებით, ოჯახის წევრთან მეუღლესთან გასაუბრებით, ინფორმირებით და აუცილებლად ექიმთან, რომელიც ორსულობას მართავს, მასთან ინფორმირებით ჩვენ ვაკეთებთ კვლევას. სხვა შემთხვევაში ვცდილობთ მაქსიმალურად, რომ მოვარგოთ ულტრაბგერა, ჩვენს კლინიკაში არსებობს მძლავრი MRT აპარატი, მაგნიტურეზონანსული ტომოგრაფია, ვთქვათ, თავის შემთხვევაში, ხერხემლის დაზიანებაზე, ეჭვის შემთხვევაში და ასე შემდეგ. სრულად ვცდილობთ, რომ თუ როგორმე შესაძლებელია არაიონიზირებული გამოსხივებით პაციენტის შეფასება შესაბამისად ვაწარმოოთ, თუ არა, თუ არის სიცოცხლისათვის საფრთხე, ინფორმირების საფუძველზე ჩვენ უკვე ვაწარმოებთ კომპიუტერულ ტომოგრაფიას. თანამედროვე დიაგნოსტიკა შეცდომების ალბათობას რამდენად ამცირებს? თანამედროვე დიაგნოსტიკის აპარატურის გაუმჯობესება ზუსტად მიმართულია იმისაკენ, რათა გამოსახულების ხარისხი იყოს მაქსიმალურად გაუმჯობესებული. რა თქმა უნდა, ამას თავისი ეტაპები აქვს. პირველიდან ბოლო საფეხურზე ვერ გადავხტებით და ეს თანდათან ვითარდება. და მინიმუმამდე, ფაქტიურად მინიმუმამდე არის შემცირებული ალბათობა შეცდომების. იმდენად მცირე სისქის შრის წარმოება შეუძლია კომპიუტერულ ტომოგრაფიას, მილიმეტრის ზომის პათოლოგიის პოვნაც კი შესაძლებელი არის ჩვენ შემთხვევაში. ანუ ეს შრეობრიობა კომპიუტერული ტომოგრაფიის რაც უფრო მაღალია, შესაბამისად ხარისხიც მიიღება და დეტალიზაცია გამოსახულების მიიღება გაცილებით უფრო უკეთესი და ამიტომ ჩვენ ყოველთვის მადლიერი ვართ ხოლმე ჩვენი ადმინისტრაციის, რომელიც ფეხდაფეხ მიყვება ხოლმე ამ განვითარებას და არ ზოგავს ნამდვილად რესურსებს იმისათვის, რომ პაციენტის საბოლოო გამოსავლისათვის ტექნიკური ბაზა იყოს მაქსიმალურად განახლებული, უზრუნველყოფილი და ასე შემდეგ. დიდი მადლობა, კაპიტან ლია. ყველაზე მეტად უფრო ხშირად რა დაავადებები გვხვდება დღეს? საკმაოდ ხშირია, მოგეხსენებათ, სეზონურობაც ახასიათებს, ზემოსასუნთქი დაავადებები, გართულებული ბრონქიტები, პნევმონიები და ასე შემდეგ. გარდა ამისა, კუჭნაწლავის ტრაქტის დაავადებები, თანამედროვე კვების და განსაკუთრებით ეს ისევ და ისევ აღნიშნავ ბავშვთა კონტინგენტს, არის გასტროფტოზები, კუჭის დაწევა, რომელიც ადრე არ გვხვდებოდა. გარდა ამისა, აღსანიშნავია ასევე
სკოლიოზები, ხერხემლის გამროდება, რა თქმა უნდა, ეს მულტიფაქტორული პროცესით არის განპირობებული, მაგრამ დღესდღეობით ტექნოლოგიების და პადების და ტელეფონების მასიურმა გამოყენებამ ძალიან გახშირა ეს პროცესი და ხშირად შორს წასული შემთხვევები და საუბედუროდ არის, აი რო დავინახავ სწორ ხერხემალს მიხარია, იმიტომ რომ აი ძალიან იშვიათად ხდება სწორი ტამდეგობის გამოვლენა დღევანდელი იგივე აი ამ ზუსტად ჩამოთვლილი ფაქტორების გამო. ასე ისევ ჩვენი ცხოვრებისეული წესი და ის დაუშვათ პირდაპირ კორელაციაშია, კი პირდაპირ კორელაციაშია ეს ჩვენს გამოვლენილ პათოლოგიებთან და ბავშვთა პოპულაციაში დღესაც ორი შემთხვევა მქონდა განსაკუთრებით, ხშირს, მაგრამ უნდა დავარქვა ხშირი, ეს არის უცხო სხეულების ფენომენი. ეს უკვე კურიოზზე გადავდივართ, მე მგონი, თუმცა საკმაოდ ხშირი არასასიამოვნო. დიახ, ძირითადად მაინც პედიატრიული კონტინგენტია, რადგან ჭვიალა საგნები განსაკუთრებით აინტერესებს, მარტო ხედვა, ისმენითი შეგრძნებები არ აკმაყოფილებს და ცდილობენ ყველაფერი პირში ჩაიდონ, თუმცა მქონია ყურის, ცხვირის მიდამოში მოთავსებული უცხო სხეულები, უცხო სხეული, იმიტომ ქვია ეს, რომ ნებისმიერი საყოფაცხოვრებო ნივთი შეიძლება გახდეს ჩვენს ორგანიზმში და მისთვის ჩვეულო ადგილს. ორი სახის უცხო სხეულები არსებობს, რენტგენოკონტრასტული, ანუ მეტალის შემცველი, რომელიც რენტგენოგრამებზე საკმაოდ ჯაზ, აი ზუსტად წამოსვლის წინ მქონდა ერთი სტომატოლოგიური ნივთი, მოდში იყო და ელემენტი დღევანდელი ტექნოლოგიური პროცესების გამო თითქმის ყველა პულტს შლიან, არის ხშირად მაგნიტები, ხურდაფულები, ჭვიალა საგნები, მაგრამ გარდა ამისა, უნდა აღვნიშნო არარენტგენოკონტრასტული ნივთიერებები, ეს არის მიგოზი, თხილი, ესე ვთქვათ, მზესუმზირა, რომელიც სასუნთქზებში, რა თქმა უნდა, ეხლა ეს საჭმლის მომნელებაში არანაირი დისკომფორტს არ ქმნის, მაგრამ სასუნთქზებში მოხვედრილი ეს იგივე უცხო სხეულია და საჭიროა ზოგიერთ შემთხვევაში ბრონხოსკოპია, რათა სასუნთქი გზები გათავისუფლდეს და ზოგიერთ შემთხვევაში მქონია 1%-ში ქირურგიული ჩარევანე, არ არსებობს საყოფაცხოვრებო ნივთი, რომელიც არ ვინახავს სხვათა შორის პირველი შემთხვევაც მქონდა. კი, პირველი გამოძახების დროს მქონდა ოქროს საყურე, ესეთი სამკუთხედი ფორმის იყო, გადაბმული და იდო კუჭში, ესე ვთქვათ. აი, უამრავი შემთხვევებია, საკმაოდ ხშირი. რა თქმა უნდა, მშობლებს შემთხვევითობისგან არავინ არ არის დაზღვეული, მაგრამ მოუწოდებთ, რომ განსაკუთრებით ნებისმიერი მინახავს 2 თვიდან 9 თვემდე, თუმცა მოზრდილ ასაკშიც იგივე პალიატიურ პაციენტებში, რომლებსაც ყובה უჭირთ, ან იგივე სტომატოლოგიური, ვთქვათ, კბილის პროტეზის გადაცდენის ვარიანტები საკმაოდ ხშირად ხდება. ძალიან მინდა გარდა იმისა, რომ თქვენ ახლა დარიგებას აძლევთ ჩვენს ტელემაყურებლებს, განსაკუთრებით პატარა ასაკის მშობლებს, დედა იქნება, მამა, ბებია, ოჯახის წევრებს საერთოდ, ასევე მინდა რაღაც დამშვიდების სახით, როგორ მთავრდებოდა ყველა ის შემთხვევა, რომელიც თქვენ გქონიათ პრაქტიკაში საინტერესოა. ძალიან ბევრი შემთხვევა ყოველგვარი ჩარევის გარეშე ეს როცა უცხო სხეულები კუჭნაწლავის სისტემაში არიან მოთავსებული, ყოველგვარი ჩარევის გარეშე მთავრდება. მაგრამ აუცილებელი რა არის ამ დროს გავდა? აუცილებელია, რა თქმა უნდა, ვიზიტი ქირურგთან, რომელიც უფრო კომპეტენტურად არიგებს ამ შემთხვევაში, თუმცა დღევანდელი პროტოკოლებით 3 სანტიმეტრამდე ზომის უცხო სხეული, დაკვირვება შესაძლებელია გარკვეულწილად, შემდეგ იმისათვის, რომ მაგალითად კუჭი მოთავსებული იგივე მაგნიტი, იგივე ფული ზეწოლას ახდეს და ლორწოვანი გარსის გაღიზიანებას მოხდეს გასტროსკოპიით მისი ამოღება, მაგრამ სასუნთქზებში არსებული ნებისმიერი მქონია მეტალის შემთხვევებით, ესეთი სინა, სარჭი, ესე ვთქვათ, 2 თვის ბავშვი და ასე შემდეგ, აუცილებლად სასწრაფოდ, სასიცოცხლო მნიშვნელობით უნდა მოხდეს სათანადო ბრონხოსკოპია და მისი ევაკუაცია აი ამ სასუნთქი გზებიდან, იმისათვის, რომ შევინარჩუნოთ სიცოცხლე. გასაგებია, დიდი მადლობა. კაპტონ ქეთი, აი ციფრული ტექნოლოგიების ერაში, ასე ვთქვათ, რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს ხელოვნურ ინტელექტს, რაც ახლა
ჩვენი თანამგზავრი აი ყოველდღიური ასე გამოვიდა. ესე იგი, ხელოვნური ინტელექტი ფაქტიურად შეიქმნა ჩვენი ცხოვრების როგორც ყოველდღიური განუყოფელი ნაწილი. არა მარტო განვითარების თვალსაზრისით, საკმაოდ აქტიურად იყენებენ ამას მოსწავლეებიც, ბავშვებიც. ხელოვნურ ინტელექტს თავისი დიდი დადებითი მხარე გააჩნია, რომელიც თანდათან უფრო და უფრო ვითარდება, რა თქმა უნდა, ხელოვნური ინტელექტი ინერგება მედიცინაშიც, მათ შორის რადიოლოგიაშიც. ეს მიმართულია შეცდომების შემცირებისაკენ. ეს მიმართული არის ხარისხის გაუმჯობესებისაკენ და დღევანდელ კომპიუტერულ ტომოგრაფების უმრავლესობას, რაც თანამედროვეა, რა თქმა უნდა, ინტეგრირებული აქვს ეს ხელოვნური ინტელექტი. ჯერჯერობით ხელოვნური ინტელექტი სრულად ვერ ანაცვლებს ადამიანს რადიოლოგიაში. ჯერ კიდევ რადიოლოგები მართავენ, ესე ვთქვათ, ამ სისტემას, უძღვებიან რადიოლოგიურ კვლევებს, მაგრამ ხვალინდელი დღე თანდათან განვითარებადია და ალბათ მუდმივად თანდათან როლი ხელოვნური ინტელექტის განსაკუთრებით ციფრული ინფორმაციის მქონე მედიცინაში, რაც რადიოლოგია არის, ალბათ დიდი ალბათობით მეტად უფრო შემოიჭრება. გასაგებია. კაპიტან კეთი, საკონტრასტო, ხომ სწორად ვამბობ, ნივთიერებას ვიყენებთ თუ არა, რა არის ის და დაუშვათ შესაძლებელი თუ არის თუ არა ორსულებში გამოყენება და თუ კი დაუშვათ ორსულებს ცალკე ვახსენებთ, რიგითი ადამიანებისთვის წარმოადგენს თუ არა საშიშროებას. საკონტრასტო ნივთიერება ეს არის სითხოვანი დიოდის შემცველი, რენტგენოპოზიტიური, ანუ ნივთიერება, რომელიც კარგად გამოიხატება, კარგად გამოისახება გამოკვლევის დროს. ჩვენ ვიყენებთ როგორც ინტრავენურად, ასევე შესაძლებელია პერორალურად, იგივე საკონტრასტო ნივთიერების განზავებულის მიღება. შესაძლებელია აგრეთვე ფისტულოგრაფიების დროსაც მისი გამოყენება. რას ნიშნავს ეს? ფისტულოგრაფია ეს არის ხვრელმილი, რომელიც პათოლოგიური პროცესის დროს არის კანთან წარმოქმნილი და მისი სიღრმის განსასაზღვრავად ზოგჯერ საჭირო არის რენტგენოპოზიტიური ნივთიერები, საკონტრასტო ნივთიერების, რომელიც რა თქმა უნდა სტერილურია, მასში შეყვანა და რისთვის გვჭირდება ეს საკონტრასტო ნივთიერება. საკონტრასტო ნივთიერების ფონზე მაღალი ინტენსივობით ხდება სისხლძარღვების გამოსახვა. შესაბამისად, როდესაც რაიმე სისხლძარღვიან პათოლოგიაზე არის შეკითხვა, სისხლძარღვების შევიწროვება, სისხლძარღვების ოკლუზია, ეს იქნება ანგიოგრაფიული კვლევა სრულად, ანუ სრულად სისხლძარღვის მოცვა, ქვედა კიდური, ზედა კიდური, საძილი არტერიები, თავის ტვინის სისხლძარღვები, ასევე აორტა, მისი ტოტები. ამ შემთხვევაში საკონტრასტო ნივთიერების გამოყენება არის როგორც ოქროს სტანდარტი. აგრეთვე პათოლოგიური პროცესის აღმოჩენის დროს, პათოლოგიური პროცესის გავრცელების, მისი მიმდებარე ანატომიური სტრუქტურებთან ურთიერთობის, ესე ვთქვათ, ინვაზიის, ჩაზრდის განსასაზღვრავად ასევე გვეხმარება საკონტრასტო ნივთიერება. ერთი არის აქ გასათვალისწინებელი, რა თქმა უნდა, როგორც ყველა წამალს, როგორც ყველა ქიმიურ ნივთიერებას, მის მიმართად შეიძლება იყოს გარკვეული რეაქციები. ყოველთვის პაციენტს წინასწარ ჩავეკითხებით, თუ არის ალერგიული, შესაბამისად, ასეთი პაციენტებისათვის წინასწარ ხდება სინჯის ნიმუშის მიცემა, რადგან ალერგოლოგთან გაიაროს კონსულტაცია და თუ მაღალი ალერგიული ფონი აქვს პაციენტს, ამ შემთხვევაში აუცილებლად ალერგოლოგის დასკვნის შედეგად ჩვენ ვაკეთებთ კონტრასტულ კვლევას. ეს საკონტრასტო ნივთიერება გამოიყოფა თირკმელების საშუალებით და თუ პაციენტს აქვს რაიმე საშარდეგზების პრობლემა, კონკრეტულად თირკმლის გამოყოფის ფუნქცია, ესეც რა თქმა უნდა წინასწარ მოწმდება. კრეატინინი არის ერთ-ერთი ანალიზი, რომელიც კეთდება წინ, რათა თავიდან ავირიდოთ შესაძლო გართულება, ვთქვათ, იგივე თირკმლის ფუნქციის დაქვეითება.
არის გარკვეული მედიკამენტები, განსაკუთრებით დიაბეტიური პაციენტებისა, დიაბეტის მქონე პაციენტებისათვის ყურადსაღები, რომლებიც გარკვეულ რეაქციაში შედიან ჩვენ საკონტრასტო ნივთიერებასთან. ყოველთვის, აი როგორც აღვნიშნეთ, ანკეტას ავსებს პაციენტი, სადაც მითითებულია, მაგრამ ექიმი, რომელიც კვლევის ზედამხედველობას აკეთებს, აუცილებლად ჩაეკითხება ამ მედიკამენტების შესახებ, თუ რომელიმე მათგანი 24 საათის განმავლობაში აქვს მოხმარებული, კონსულტაციას გავდივართ მის ენდოკრინოლოგთან და შესაბამისად გადაჯავშნა ხდება გამოკვლევის ჩატარების. ასე რომ კონტრასტული ნივთიერებები გამოიყენება საკმაოდ აქტიურად ჩვენს ყოველდღიურ პრაქტიკაში, მაგრამ ყველა იმ ფაქტორის წინასწარ განსაზღვრით აუცილებლად, რათა შესაძლო გართულება თავიდან ავირიდოთ. ძალიან დიდი გამოვიყენებთ პედიატრიულ ასაკშიც, რა თქმა უნდა, ორსულებზე ვისაუბრეთ და როგორც წესი კატეს არ ვაკეთებთ. არის აგრეთვე მეძუძური ქალბატონები, რომლებიც ორსულები არ არიან, მაგრამ მეძუძურები არიან. ამ შემთხვევაში, როგორც წესი, თუ კომპიუტერული ტომოგრაფია ჩასატარებელია, ის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი არის პაციენტის შემდგომი მენეჯმენტისათვის, გამოვიყენეთ საკონტრასტო ნივთიერებაც. ამ შემთხვევაში რეკომენდაციას ვაძლევთ ქალბატონს, რომ დაახლოებით 24 საათის განმავლობაში მაინც ბავშვს რძე არ მისცეს. გასაგებია. ძალიან დიდი მადლობა. ხომ არ დაგვრჩა რაიმე ისეთი თემა, რომელსაც უნდა შევხებოდით, მაინც თქვენ ახართ აქ ამ საქმის პროფესიონალები, თუ არა, მაშინ შეგიძლიათ მიმართოთ ქავტონლია, ჯერ თქვენ მიმართეთ ჩვენს ტელემაყურებელს რაღაც დარიგების სახით, რომ მუთხრათ და შემდეგ უკვე ქავტონი ქეთი. მოგახსენებთ, რომ ესე ვთქვათ, ბავშვთა კონტინგენტისთვის განსაკუთრებით ხშირად ხდება ხოლმე ამის შეკითხვა, რომ შესაძლებელია მხარ ავირიდოთ, როცა სჭირდება პაციენტს კვლევა, ის უნდა ჩატარდეს. ეს არის გათვლილი იმასთან დაკავშირებით, რომ არ მოხდეს გართულება, რომ არ მოხდეს პროცესის გახანგრძლივება, რაც უფრო ნაადრევ ეტაპზე იქნება აღმოჩენილი პათოლოგია და ეს, რა თქმა უნდა, ექიმებთან, მკურნალ ექიმებთან კომუნიკაციის საშუალებით ინიშნება ეს კვლევა, მობრძანდით გავაკეთოთ ამის დიაგნოსტირება, რათა დადგეს ჯანმრთელობა, რომელიც ესოდენ მნიშვნელოვანია ნებისმიერი ადამიანისთვის. მადლობა ყურადღებისთვის. ღრმასი მადლობა, ქავტონ ქეთი, მიმართეთ თქვენ ჩვენს რეზუმეს სახით ესე მივმართავდი თქვენს მაყურებელს. ადამიანის ჯანმრთელობა არის ერთ-ერთი უპირველესი და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი. მნიშვნელოვანია აგრეთვე ჯანმრთელობის ხარისხი. შესაბამისად, დღესდღეობით საკმაოდ კარგად განვითარებული არის ეს პირველადი ჯანდაცვის სისტემა, ოჯახის ექიმების სისტემა და იმ შემთხვევაში, თუ კი რაიმე კვლევა არის ჩანიშნული, კვლევა არის საჭირო, მაინც ვისურვებდი, რომ ეს რჩევის სახით მოგცეთ, რომ ეს კვლევა ნამდვილად ჩატარდეს, რადგან დროულ ეტაპზე ნებისმიერი პათოლოგიის ნახვა, მისი აღმოჩენა გაცილებით უფრო კარგ გამოსავალთან, გაცილებით უფრო ხარისხიან გამოსავალთან არის დაკავშირებული, რაც დღესდღეისობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამსაზღვრელი ფაქტორია. ყველას გისურვებთ ჯანმრთელობას, კარგად ყოფნას. დიდი მადლობა. ძალიან დიდი მადლობა. ყველაზე რთული და ყველაზე საჭირო პროფესიის ადამიანები გახდათ დღეს ჩვენ სტუდიაში. სტუმრად პროფესიონალები თავიანთი საქმის და რაც ასევე მნიშვნელოვანია, როდესაც ჩვენ გადამღები ჯგუფი ვიმყოფებოდით თქვენთან, იქ იყო აბსოლუტური სიმშვიდე, მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ რთული პაციენტები ყავდათ და გელოდებოდნენ ასევე კორიდორში და მე მართლა მონუსხული გიყურებდით, როგორი სიმშვიდით
აკეთებდით თქვენს საქმეს. აი ასეთივე სიმშვიდით ისხედით დღეს გადაცემაში და ასეთივე სიმშვიდით მიაწოდეთ ჩვენს ტელემაყურებლებს. ძალიან საჭირო ინფორმაცია. უღრმესი მადლობა ამისთვის. წარმატებებს გისურვებთ. ჩვენს ტელემაყურებლებს შევახსენებ, რომ ჩვენი გადაცემის სტუმრები გახლდათ დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრის ექიმი რადიოლოგი ლია გიორგაძე და დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრის ექიმი რადიოლოგი აკადემიური დოქტორი ქეთევან სირბილაძე. ძალიან დიდი მადლობა, რომ იყავით ჩვენთან ერთად. მე ამ ფორმატით გემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე ჯანმრთელობას გისურვებთ. ნახვამდის.